მსოფლიო პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეს აღნიშნავს, რა ღონისძიებებით და მიღწევებით ხდება იუბილე საქართველოში ეს უწყება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინო ცაგარეიშვილია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ნინო. მოგესალმებით ნინო. გილოცავთ იუბილეს პირველ რიგში. მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ რა ღონისძიებებით აღნიშნავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და პერსონალური მონაცემების დაცვის თემით დაინტერესებისთვის. როგორც იცით, ევროპის საბჭომ 2006 წელს 28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მოკლედ გეტყვით იმას, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ დღეს გაიხსნა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს 108 კონვენცია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებს ქმნის. ამ დღის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა იმაზე, თუ რა არის პერსონალური მონაცემები, რა უფლებები აქვთ მონაცემთა სუბიექტებს და ასევე რა დაცვის მექანიზმებს უნდა მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ კი პერსონალური მონაცემები ირღვევა. აგერ უკვე 10 წელი აღნიშნებთ ამ დღეს მსოფლიოში და საქართველოში 3 წელი აღინიშნება, დიახ, და საქართველოში 3 წელი აღინიშნება, იმიტომ რომ პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2013 წელს. ნუ აღნიშნეს, რომ ინფორმირებულობა არის საზოგადოების ამ დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, ვთქვათ, როგორ ახდენთ თქვენ ინფორმირებულობას საზოგადოების, მაგალითად იმაზე, რა არის პერსონალური მონაცემები და რა უფლებები გვაქვს ჩვენ, რა უფლებები აქვს ორგანიზაციებს კერძოს და საჯაროს და როგორ უნდა დაიცვან თავი, ეს როგორ ხდება? ჩვენი აპარატი სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით ახორციელებს ინფორმირებულობის ზრდას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს როგორც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრების საინფორმაციო კამპანიების წარმოების მეშვეობით, ასევე სხვადასხვა ტრენინგების შეთავაზება, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. მაგალითად, ჩვენ თავაზობთ სრულიად უფასოდ საჯარო და კერძო დაწესებულებებს სწავლებებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩვენს აპარატში თვეში ერთხელ გაიაროს უფასო ტრენინგი, რომელიც ჩვენი აპარატის თანამშრომლობის მეშვეობით ხორციელდება. როგორია? მომართვიანობის რაოდენობა ინფორმირებულობის დონის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, იზრდება. მაგალითად, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით მომართვიანობა 6 ჯერ გაიზარდა ჩვენს აპარატში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ კონსულტაციების რაოდენობაზე მოთხოვნაც საჯარო თუ კერძო სტრუქტურებიდან და ასევე სხვადასხვა მოქალაქეებისგანაც იზრდება. რა დარღვევები დაფიქსირდა ამ 3 წლის განმავლობაში და თქვენ რა სამუშაოები გაწიეთ იმისათვის, რომ არ ყოფილიყო ეს დარღვევები და უფრო გაუმჯობესდეს, თქვათ, მომავალში მდგომარეობა? ამდენ ხშირია მსგავსი დარღვევები საქართველოში. საქართველოში ძირითადად დარღვევები პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით რამდენიმე სექტორად შეგვიძლია დავყოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი მარკეტინგი, როგორც იცით, სპამ SMS-ები, ეგრეთ წოდებული. ასევე არის დარღვევები ვიდეო თვალთვალის წესებთან დაკავშირებით, ანუ ვიდეო თვალთვალის წესების დარღვევა, აუდიო მონიტორინგის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დარღვევა, ასევე მონაცემების გამჟღავნება, გასაჯაროება შესაბამისი წესებისა და პრინციპების დარღვევით. თუმცა გარკვეული რეგულაციები დაწესდა SMS-თან დაკავშირებით. და ჯარიმებიც გვახსოვს, დაუწესდა და გამორთვის ანუ სისტემაც დაადგინდა, იმიტომ რომ თავიდან არ იყო რეალურად არ შეგეძლო რომ თქვა უარი გეთქვა SMS-ზე, რომელიც მოგდიოდა. ჩვენი ჩართულობით, ასე ვთქვათ, დაინერგა ეს ხელმისაწვდომი სისტემა იმისთვის, რომ მოქალაქეებს უფრო ადვილად შეეძლოთ სპამ SMS-ებზე, ასე ვთქვათ, პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმა, რაც შეეხება იმ მექანიზმებს, რომელსაც ინსპექტორის აპარატი იყენებს, რათა ეს დარღვევები იქნას აცილებული, ანუ სხვადასხვა ბერკეტები არსებობს ამისთვის, ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, რეკომენდაცია, ასევე ჩვენ ვიყენებთ ჯარიმების სისტემას, გააჩნია დარღვევას და მის ხასიათს. ნინო, პერსონალური მონაცემების დაცვა ევროპის ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევროპაში ამას ყოველ შემთხვევაში დიდ ყურადღებას აქცევენ და ამ მიმართულებით ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და მისვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და დადებით შეფასება იყო ვიზა ლიბერალიზაციის დასკვნაში, საბოლოო დასკვნაში, რა ღონისძიებები გატარდა, რა ვალდებულებები შევასრულეთ ჩვენ და სამომავლოდ კიდევ რა არის დასახვეცი, რომ სტანდარტებს დავუახლოვდოთ კიდევ უფრო. დიახ, ანუ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო პერსონალური მონაცემთა დაცვის საკითხი და ჩვენი აპარატის საქმიანობაც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის, რომ ვალდებულებები, რომლებიც შესულდა არის პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიღება და მისი
დაახლოება, ჰარმონიზება საერთაშორისო სტანდარტებთან და მათ შორის ევროკავშირის დირექტივასთან, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხს შეეხება, ასევე თვითონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობა და მისი ეფექტურობა, პირველ რიგში როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს შექმნა და შემდგომში მისი საქმიანობის ეფექტურობის განსაზღვრა და ასევე საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა. ძალიან მადლობა ნინო, გილოცავთ კიდევ ერთხელ. წვლილი შევიტანეთ დღესაც, იუბილეს და გისურვებთ პერსონალური მონაცემების კარგ დაცვას და ჩვენს თავს უსურვოთ და მაყურებელს უსურვოთ პერსონალური მონაცემების დაცვას. კითხები მაქვს. დიდი ნინო მადლობა. საგარეიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა მას მოგზაურობისთვის.